საპლაჟო ფეხბურთში საერთაშორისო ტურნირი დაიწყო. პირველ დღეს აზერბაიჯანის ფიქსი და საქართველოს უნივერსიტეტის სოხუმის დინამო და ყაზახეთის არმანი დაუპირისპირდნენ. ქართულმა გუნდებმა დღეს გამარჯვება ვერ მოიპოვეს. ფიქსი საქართველოს უნივერსიტეტს შორის ანგარიშის 3-1, ხოლო სოხუმის დინამოსა და ყაზახეთის არმანის შორის დაპირისპირება 3-5 დაასრულდა. მეგობრობის თასის გათამაშებაში 6 გუნდი მონაწილეობს. ტურნირი 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება და ყოველ დღე 2 შეჯიბრი გაიმართება. შეჯიბრის ორგანიზატორი ეჭერის ფუტზალისა და საპლაჟო ფეხბურთის ფედერაცია არიან. საერთაშორისო ტურნირი საპლაჟო ფეხბურთში პირველად იმართება. ტურნირი გაიმართება 4 დღის განმავლობაში და ვფიქრობთ, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება მომავალშიც მსგავსი ტურნირების შეტარების. ეს არის ერთგვარი მოთელვა საერთაშორისო ტურნირამდე, რომელიც სექტემბერში გაიმართება და უფრო ფართომასშტაბიანი იქნება. პირველი ჩემპიონი ჩატარდა როგორც მოგეხსენებათ საქართველოს წარმატებით ჩვენი რეგიონისთვის და ამ ჩემპიონატის შემდეგ ესეთი ტურნირი როგორც ეხატარდება საერთაშორისო გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს, იმიტომ რომ ჩვენ როგორც მოგეხსენებათ ჩვენი გუნდი დინამო ბათუმი მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და გამოცდილება უცხოურ კლუბებთან დიდ სარგებლოს მოგვიტანს.